საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოკუპირებული ძეგლები, რომლებმაც თვითნებური სამუშაობის გამო იერსახე იცვალეს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით ლიახვის ხეობაში მდებარე თირის მონასტერში ისტორიული მხატვრული ფრაგმენტები ცემენტით არის გადანესილი. დაზიანებულია სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობის კედლებიც. უნიკალურ ტაძარზე სამუშაობის ზაფხულიდან მიმდინარეობდა. თირის სამონასტრო კომპლექსზე მომუშავე ჯგუფმა გომართის ეკლესიაც დააზიანა. საფრთხის ქვეშ არის ცხინვალის სარეაბილიტაციო პროგრამაში შეტანილი კიდევ ერთი იკორთის ტაძარიც. კულტურული ოკუპაციის შედეგებს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს. ეს თირამდე მიმავალი გზაა, რომელიც გადამწვარ ქართულ სოფლებზე გადის. რუსულ ჭურვებს აქ უვნებელი თითქმის არაფერი გადაურჩა. მე-13 საუკუნის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის გარდა. თუმცა ომიდან 5 წლის შემდეგ ცოცხალი კულტურული ოკუპაცია თირის კედლებამდეც მივიდა. ძეგლის რემონტი ზაფხულში დაიწყო. სამუშაოები სამშენებლო ჯგუფ უიუტს ჩააბარეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საცხოვრებელი სახლების ლესვაზე სპეციალიზებულმა ბრიგადამ მთავარ ტაძარში მე-14-მე-15 საუკუნეების ქართული ფრესკების ლესვა დაიწყო. თუმცა ადგილობრივმა ხელოვნებაცოდნეებმა მალე განგაში ატეხეს და ცხინვალში რუსი სპეციალისტები მიიწვიეს. მათი ადგილზე ჩასვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ცემენტით გაილესა ფასადების ნაწილიც და დაიკარგა ძველი ქვებიც. აქვე მე-17 საუკუნის სატრაპეზოა და ქვები, რომლებიც ამ ახალი კედლის ასაშენებლად გამოიყენეს, სავარაუდოდ სატრაპეზოდან აიღეს. არადა ეს სარესტავრაციო მასალაა, შესწავლის შემდეგ ეს ქვები პირვანდელ ადგილებზე უნდა დაბრუნებულიყო. შიგნით ფრესკის ნაწილი შეინახა, თუმცა ნაწილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თირის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი უკვე სერიოზულად დაზიანდა. ამ დრომდე უცნობია რა ბედი ეწიათ ასომთავრულ წარწერებს, რომლებიც ლიახვის ხეობის ფეოდალური საგვარეულოების ქართულ ისტორიას ინახავდნენ. თირში სამუშაოების წარმოებისთვის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში თანხა დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით გამოიყო. თუმცა დღეს სეპარატისტული რეჟიმი თავს უკვე იმით იმართლებს, რომ ძეგლზე მიმდინარე ვანდალიზმის შესახებ არაფერი იცოდა. ვატყუებენ და თვალში ნაცარს ბაყრიან. რაც იქ მოხდა, არის პირდაპირ მე გეტყვი დანაშაული, არის ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე არის გაკეთებული ყველა სამუშაო. ყველა ძალა უნდა ვიღონოთ, რომ როგორღაც შეჩერდეს ეს უკანონობა, ჩაჯდეს ყველაფერი კანონის ფარგლებში. სპეციალისტები, რომლებიც 2008 წლის ომამდე თირის რესტავრაციის პროექტზე მუშაობდნენ, ახლაც მზად არიან, რომ ძეგლის დამძიმებული მდგომარეობა შეისწავლონ. თუმცა იმის შანსი, რომ სეპარატისტები ლიახვის ხეობაში ქართველ რესტავრატორებს დაუშვებენ, მინიმალურია. ასეთ შემთხვევაშიც კი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტაძრისთვის მიყენებული ზიანის შემცირება ძნელი იქნება. მხატვრობა კი არა, ცემენტის ქვეშ მოქცეული აგურიც კი ზიანდება და შესაბამისად ფრესკაც ახლა ამოუვა წარმოიდგინეთ. თუ შეიძლება თირში თუნდაც ცერე მონაკვეთი მაინც რაღაც ცემენტით მხატვრობის ჩათვალეთ, რომ ჩემი აზრით დაკარგულია სამონტაჟო. ცოტა ხნის წინ ისევ რესტავრაციის სახელით სეპარატისტულმა რეჟიმმა კნოლებში კიდევ ერთი ტაძარი გალესა. გვიანი შუა საუკუნეების გომართის ეკლესიის ფასადი იგივე ბრიგადამ, რომელიც თირში მუშაობდა, ცემენტის სქელი ფენით დაფარა. სამუშაოები მალე კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე, იკორთაზე უნდა დაიწყოს. სულ მიტაცებული მიწის საგანძური 800-ზე მეტ არქიტექტურულ ნაგებობას ითვლის, რომელთა ნაწილზეც საოკუპაციო რეჟიმმა უკვე სცადა წაეშალა ქართული კვალი. თირამდე ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ბოლოს აჩაბეთის ციხეზე განხორციელდა. მაჩაბლების საგვარეულო ციხესიმაგრეს უკვე განსხვავებული იერსახე აქვს და მის თავზე ახლა სეპარატისტული დროშა ფრიალებს.